არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე სიძვის შესახებ ვაიშენდა რომლისაგან მოვიდეს საცდური სულის მოძრაობათა და გულისხმთა შორის სიძვის უნება ყველაზე ძლიერი და დამატყუებელია შთამომავლობის გასაგრძელებლად ხორციელი შეერთებისკენ სწრაფვა ყველაზე დამახინჯებულ ღვთისათვის საძულველ ავადმყოფურ მრავალფეროვან დაცემაში გადაიზარდა და ვინ არის კაცთაგან ამ ყოვლის დამცველი ცეცხლისაგან თავისუფალი, ვისი გული არ არის ხორციელი, სილამაზით აღრეული ჟინისაკენ მიდრეკილი, მისი დამყოლი, სხვა რომელი ვნება გვიზიდავს ასე ძლიერად, გვითხრობს, ჭკუიდან გვშლის, გვართმევს ნებისყოფას და სიმამაცეს თუ არა ეს, უმაღლესი ღვთაებრივი სულიერი სილამაზისადმი მისწრაფება და ზეციური ნიჭი სიყვარულისა ჩვენში მხოლოდ მომხიბლავი სხეულისადმი ტოლვად ქცეულა და აი კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმაყო ბაძვი და იგი პირუტყდა უგუნურთა და მიემსგავსა მათ ფსალმის 48:20 სიძვის სენი ისე შეისისხორცა ადამიანმა ისე შეეზარდა მის გულს რომ დამღუპველი უფსკულისაკენ მომავალ პირდაპირ ფართო გზად იქცა ხოლო ავხორცული სიამტკბილობებით მტრის მოხეში ადვილად შეტყუებული ურიცხვი მსხვერპლი გენის მკვიდრი გახდა. სულ უფრო და უფრო ცოტანი დარჩნენ, ვინც სიძვის ჯადოქრის მორჩილება არ მოისურვეს. იშვიათად შეგვხვდება დინების საწინააღმდეგოც მოცურავე ცხოვრების გემი და რომელი მენიჩბე გადაურჩება ყოვლის წამყლიკავი აზვირთებული ვნების აქორჩხილ ტალღას. რა შეიძლება ითქვას თანამედროვე კულტურაზე, ასე რომ გაბატონდა მთელს ქვეყანაზე? ზოგიერთი თანამედროვე მამა მას პირდაპირ ანტიკულტურას, რღვევის კულტურას, თვით განადგურებას უწოდებს. უკვე ყველაზე ცივილიზებული ბრჭყალებში და კულტურული ერებიც და დარწმუნებული არიან, რომ როგორც იქნა, გადააგდეს შუა საუკუნეების შაუბნელი ველურობის უღელი და ურთიერთობის ახალი უმაღლესი კულტურისაკენ გადადგეს ნაბიჯი. განსაკუთრებული აღმოჩენა გააკეთა თურმე მონოგამიური ქორწინება ძველი გადმონაშთია, ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება და ოჯახური მოვალეობანი ბრჭყალებში ცრურწმენა, ხორციელ გულისხმთა მოთოკვა და ავხორცი სურვილების ალაგმა ბრჭყალებში ფსიქიკის დამაზიანებელი უნარის მქონე სახიფათო ვარჯიშია. მორიდებულობას და კტემამოსილებას ახლა არასრულყოფილების კომპლექსს ბრჭყალებში არქმევენ, რომლებსაც გულმოდგინედ უნდა ვებრძოლოთ და თუ საჭიროა, ექიმ ფსიქიატრსაც მივმართოთ ბრჭყალებში. წესიერების ჩარჩოში დარჩენას ბრჭყალებში შებოჭილობას და არაკომუნიკაბელურობას უწოდებენ. მოყვასისადმი ბილწ გულისხმთა ჩახშობა, მოურიდებელი სახიფათო ახლო ურთიერთობისგან თავშეკავება, ბრჭყალებში ცხოვრებისაგან გამორჩენა, არაბუნებრიობა, ველურობა და ლამის შიზოფრენიაც კი ყოფილა. და აი თავისუფალი კაცობრიობის ბრჭყალებში ხანაშიც შევედით. ყველგან გაისმის ბრჭყალებში თავისუფლება, ძირს ცრურწმენა, ვიყოთ ბუნებრივები, ძირს სირცხვილი, საწყის ბუნებას დაუბრუნდეთ და ასე შემდეგ. ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა თავს იწრთობს, რათა სირცხვილის გრძნობა ჩაიხშოს გულში. ფეხით თელავენ ყოველგვარ მორიდებულობას, რომლისაც ახლა უფრო რცხვენიათ ვიდრე უწინ მანკიერების. ქალწულების გახრწნას ჩქარობენ, ან ყველანაირად მალავენ მას და სიყვარულში გამოცდილ ბრჭყალებში ცხოვრებანანახ ადამიანად ეცნობიან გარშემო მყოფს. იოანე კიბის აღწერელი წერდა, ესეცა უწყოდეთ საყვარელნო, ვითარ მეტ ესეცა მრავლითა ზრუნვითა და წყალობითა ჩვენითა განაგო ღმერთმან, რომელ დასდგა დედათა ზედა ზარი და სირცხვილი და მიფარვა და ვითარცა აღვირითა აღვირახსნა მათ ამით რამე თუ უკეთუმცა აქ უნდა მათ კადნიერებამ ძლავრებით მოსვლათ მამათა მიმართ, არამცა განერა მათ ყოველი ხორციელი. ესე იგი ქალს, რომ სირცხვილის განცდა არ ქონდეს ღვთისაგან მიმადლებული და თვითონ მორბიოდეს კაცთან, ხორციელ ვეღარავინ გადარჩებოდა. თარგმნელისაგან. ო წმინდაო იოანე, ჩვენ უბედურნი უკვე მოვესწარით ამ აუბედით დღეებს, როცა მრავალი ქალი
გაცოფებული ცხენივით, იგლეჩ სირცხვილის აღვირს და სიძვის ეშმაკით შეპყრობილი პატიოსან ზნეობას თელავს. ისინი თითქმის შიშვლები დაშლიგინობენ ხალხმრავალ ქუჩებში, სოფლების მტვრიან შარაგზებზე და ურცხვად იწვევენ დუჟმორეული კაცებისა და ცოდვის ჟინით შეპყრობილი მოზარდების ვნებიან მზერას. ყმაწვილი ქალები და უკვე ხანდაზმული ქალბატონებიც კი საკმაოდ გამომწვევად ჩაცმულები არათუ წითლდებიან ხალხის კადნიერი მზერის გამო, არამედ ყველანაირად ცდილობენ უფრო მეტ ყურადღება დაიმსახურონ და უფრო ხშირად მაშინ წითლდებიან, როცა ამას ვერ ახერხებენ. დიახ, სამყარო უფსკულისაკენ მიექანება და ჩვენი სიტყვა არ არის მიმართული თანამედროვე ურწმუნო წარმართთა მიმართ. არა, მხოლოდ მორწმუნე ადამიანს თუ მოუხმობ კიდევ, გააფრთხილებ და რა ტრაგედია მოელის დასაყუპავად განწირულ მსოფლიოს. ქრისტიანებო, ქრისტიანო ქალბატონებო, მანდილოსნებო, ჭაბუკებო, მამაკაცებო, გონს მოეგეთ, თქვენ საიტკენ, ნუ თუ ვერ ხედავთ, არ გესმით, რა ბრჭყალებში კულტურა წალეკავს ქვეყანას? გაიხსენეთ წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება. რა არის იქ ნათქვამი ბოლო ჟამზე? იმ 144,000 გამოსყიდულზე ღვთის ტახტის წინაშე რომ წარდგარან, ანუ იმათზე, ვინც სატანის მახეს გადაურჩება და ცხონდება. წმინდა იოანეს ზეციდან ხმა შემოესმა, ესენი არიან, რომელნი იგი დედათა თანა არა შეიგინეს, რამე თუ ქალწულ არიან, გამოცხადების მე-14 მუხლი. არ გეშენიათ, რომ გამომსყიდველთა მთავარი ნიშანი სწორედ სიძვის ცოდვისგან შეუბილწავი ქალწულებრივი სისპეტაკეა, რომელშიც რაღა თქმა უნდა, ერთგული ცოლქრობაც იგულისხმება, როგორც ჩანს, ბოლო ჟამის ადამიანები სიძვის ეშმაკით ცდუნდებიან. დღესდღეობით საკმაოდ მრავალი შეგნებულად და შეუგნებლად თანამონაწილენი გახდებიან ამ ახალი ბრჭყალში ბაბილონის სახმლის განხურვებისა, მაგრამ განაღა არა ვიცით, რა ელის მოყვასის დამაბრკოლებელ? ნუთი უფლის სიტყვანი დაგვიწყებია, რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირე თამადგანი ჩემ და მომართ მორწმუნეთაი უმჯობერს არს მისა, დამოთუ იყიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქეთსა და დაინდგას იგი უფსკულსა ზღვისასა. ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამე თუ უნებლიეთსა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური. მათე სახარების მე-6-მე-7 მუხლები. ვაი შენ და დედაკაცო, როცა გამოწვევად, გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები, თავს ნუ იტყუებ, როცა თითქმის შიშველი დადიხარ, ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ გამოაჩინო, იცოდე რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა. შენ ხარ საცთური, რადგან ცდილობ კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო და ამისათვის ვაი შენდა. ამ შემთხვევაში შესაძლოა სხვისი განგებ ცდუნების განზრახვა არ ქონია, მაგრამ ეს დანაშაულს არ ამსუბუქებს. შეფარული თითქმის გაუცნობიერებელი ბილწი გულისთქმაც კი შხამია, რომელიც წამლავს ჩვენს გულებს, ხოლო საქციელში გამჟღავნებული ეს სიძვის ვნება ცდუნების საბაბი ხდება მოყვასისათვის. ადამიანის სულის მოშხამვა მცირე ცოდვა როდია, უფალი ამბობს, ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისა. მათე სახარების მე-5-22. ესე იგი შეიძლება ითქვას, შენ დედაკაცო, ეროტიკულად მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყობილი, გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვად მოსიარულე, ხორციელი სილამაზე მრავალს აჩვენი და შენი მომხიბლავი გარეგნობით უამრავი მზერა დაატყვე. მაშ იცოდე დღეს შენ მრავალთაგან იმრუშე. და ვაი შენდა, რადგანაც ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს. საკუთარ სახლში ნათესავების წინაშეც კი არ შეშვენის ქრისტიანს იაროს ნახევრად შიშველმა, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელით, ქვედა საცმლებით და სხვა ამის მაგვარად ჩაცმულმა. ამბობენ ცხელა, დახუთულობაა, რაღა ეწყობა, შეიძლება თავისუფალი მსუბუქი ტანსაცმლის შეკერვა, ის გამოყენებულ მჭიდრო სამოსზე გაცილებით გრილი იქნება
თანაც ჩვენი კანი დაცული იქნება მზის მავნე სხივებისაგან. ფრჩხილებში ექიმთა დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ზაფხულის შვებულებების შემდეგ, როცა ათასობით ადამიანი გაშუშლებული დადის მავნე სხივების ქვეშ, ონკოლოგიურ დაავადებათა პროცენტი მკვეთრად იზრდება. დაიხურა ფრჩხილები. ამასთანავე, ზაფხულში 100 და 200 წლის წინათაც ცხელოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები სახლში შორტებით ან საცურაო კოსტუმებით სიარულს ვერასოდეს გაბედავდნენ, ქუჩაში გასვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით მკაცრად ამხელდა ქალწულებს, რომლებსაც ბრჭყალებში ქარაფშუტული დამოკიდებულება ჰქონდათ საკუთარი გარეგნული იერის მიმართ და მათ ამგვარ თვისებას უმძიმეს ცოდვად თვლიდა. ნუ რავინ გამამტყუნებს ამბობს მღვდელმთავარი უკმეხი სიტყვისათვის, ამ ცოდვას უმძიმესი რომ ვუწოდე, როცა იხილავ, როგორ ნებიერობს ქალი სამოში და მედიდურად, როგორ დააბიჯებს ამაყი ბიჭით, როცა მისი ხმა, თვალი, სამოსი, მაყურებელს, მომაკვდინებელს, სასმის უმზადებს, როცა ის გამლეს ორმოს უთხრის და მახეს უგებს, როგორ უწოდებს შენ იმას ქალწულს და არა მეძავს? სინამდვილეში ეს უკანასკნელი იმდენად არ აცთუნებენ, როგორც პირველნი, ფართოდ რომ გაუშლიათ სიამეთა ფრთები ყოველ მხრივ. არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, გვამცნობს საღვთოს ჯულის მიათე მცნება, მაგრამ თავად ქმრები იძლევიან ამ მცნების დარღვევის საბავს, როცა საკუთარ ცოლებს თითქმის შიშვლებს დაატარებენ ქუჩებში. როგორც წესი, კაცს ერთობ უნდა აღაშფოთებდეს თუ მისი ცოლი სხვა მამაკაცებს ეკეკლუცება და მით უმეტეს თუ ის სხეულის შიშველს ნაწილებს არ მალავს მათთან, მაგრამ ვაი რომ ყველაფერი თავდაყირა დადგარა დღეს. დღევანდელ კაცებს სირცხვილი რიდი და ღირსება დავიწყებიათ. ქალაქის ქუჩებში ლამის საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი დაყავთ ძოლები და ნებას რთავენ, რათა უცხოთა მზერამ ავხორცულად შეაფასოს მათი ქალური მომხიბლელობა. გსურდეს ქუჩაში კაცები ფიქრით უშობდნენ შენს მეუღლესთან, ეს ხომ სუტენიორობას გავს. ადამი და ევა სამოთხეში შიშვლები იყვნენ და არ სცხვენოდათ, მაგრამ ეს წმინდა უბრალოება და სისპეტაკე დაკარგეს მაშინ, როცა ურწმუნოებით, ურჩობით და პირველივე მცნების დარღვევის შესწოდეს უფალს. ადამიანში ყველაფერი დასნეულდა, შეიბილწა, სიწმინდე დაკარგა, ყოველივე უმეტესწილად უხამსი გახდა. სინდისის ქეჭნა და სირცხვილი ამ სიმახინჯის შედეგია, როგორც შეგრძნება ქაოსისა და პირადი უგირსებისა. გაუხეშებულ სხეულს სულის ნეულებანი უნდა დაემალა, ხოლო თავად ხორცი ეს სულში ფესვგამდგმული ვნებიანობის ანარეკლი ტანსაცმელს უნდა დაეფარა. ტანსაცმელი ძეგლია ცოდვით დაცემისა, ამბობს მოსკოვის ეპისკოპოსი ფილარეტი. ტანსაცმელი გარკვეულწილად სინანულის გლოვა დასამდებლებელი შესამოსელია, სამგლოვიარე სუდარაა, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ თავისუფალნი არა ვართ, უფლება არა გვაქვს, მოვდუნდეთ სურვილებს ავყვეთ. საკუთარი სხეულის გაშუშლებითა და აღვირახსნილი საქციელით კაცი ღვთისნებას ეწინააღმდეგება და პროტესტს აცხადებს ადამიანის მოდგმისათვის კანონიერად მისჯილი ეპიდემიის მიმართ. გაიხსნა ფრჩხილები. გავიხსენოთ ტყავის სამოსელი, რომელიც ღმერთმა თვითონ მისცა ადამს და ევას. დაბადება 3:21. არა აღიარებს დანაშაულს, უარს ამბობს საკუთარი დაცემის გარყვნილების დანახვაზე და უარყოფს სიმდაბლეს. სხეულის ყოველგვარი გულმოდგინე მართვა, ბრბოს ყურადღების მიქცევის სურვილი, მისი იძულება, დატკბეს შენი მომხიბვლელობით. სულიერი თვალსაზრისით უჯულოება და სხვისიც თუნება, რაც სიძულვილია ღვთისათვის, ვინაიდან სინანულის კანონს ეწინააღმდეგება. და აი, სამყაროს მოევლინა ქრისტიანობა, თან მოიტანა ჭეშმარიტი კულტურის სხივი, ახალი ერის განთიადი, აღთქმული მიწის ნაყოფი. ზეთისხილის რტო საუკუნო ცხოვრების რწმენისად გადაუარა ხმოვან მიწას, წითელმა მზემ გაათბო შემუსრული და დამდაბლებული გულები, გამოაცოცხლა სასუფეველს მოწყურებულნი, ჰორიზონტისკენ გადაიხარა გარკვეულ დრომდე, მიიმალა და
არჩევანის თავისუფლება დაგვიტოვა. ჩვენ გვაქვს ცოდნა, ყოველ ჩვენგანს ესმის ძახილი, გვიხმობს უფალი, ნათელი მხიარული. ზეციური სიხარულში გვიხმობს სატანაც დაცემული ანგელოზე ჯოჯოხეთის ჯურღმულისკენ და წყვდიადის უფსკულისკენ გვეპატიჟება. ესეც ჩვენი თავისუფლება. თავისუფლება ალაგმოშენი გულისთქმები, თავისუფლება ვნების დამჭერი ეს აღვირი ჩამოიგლიჯოდა მასთან ერთად დამღუპველი ლტოლვის სამოსი. თავისუფლება იმხიარულო, იცინო, პირად ცხოვრებას წაეთამაშო, ფეხქვეშ გათელო, გახსნა ყოველი, კიდევ თუ შენში ღირსეული და ლამაზი დარჩა რაიმე ამ წუთიერ და სწრაფ სიცოცხლეში და საუკუნო ტანჯვათა ზღვამდე ნეტარების ამ უბადრუკი მოჩვენებისათვის. თავისუფლება ხანმოკლე დროში დაითმინო ვნებათა ცეცხლი, ცდუნების ალი, არ მოტყუდეთ კბილი სიცრუით და სირინოზის მომნუსხველი სიმღერით და უბადრუკი წუთიერი ჭყალებში სიამოვნებით. არ გაცვალო შენ საკუთარ პიმშოებაზე. თავისუფლება აირჩიო მარადიული სიცოცხლე ან საუკუნო სიკვდილი. სწორედ ამ თავისუფლების წინაშეა საცდური, რამე თუ უნებლიეთსა მომავალ არიან საცდურნი. რათა ჩვენი არჩევანი გამოიცადოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური.